ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმპორტზე გლობალური ტარიფების დაწესებით უფლებამოსილებას გადაამეტა და ტარიფები უნდა დაიბლოკოს. ეს გადაწყვეტილება 28 მაისს მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს განიხილავს. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ამერიკის კონსტიტუცია ვაჭრობის რეგულირების ექსკლუზიურ უფლებას კონგრესს ანიჭებს. პრეზიდენტს კი ტარიფების ერთპიროვნულად დაწესება არ შეუძლია. 28 მაისის გადაწყვეტილებით ასევე გაუქმდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კანადის, ჩინეთისა და მექსიკისთვის დაწესებული ყველა ის ტარიფი, რომელიც თეთრმა სახლმა ქვეყანაში ნარკოტიკების უკონტროლო ნაკადზე რეაგირებად დაასახელა. ეს ერთი მაგალითი ნათელი დასტურია იმის, თუ როგორ მუშაობს თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა, რომ პრეზიდენტობა თუ სხვა ნებისმიერი უმაღლესი თანამდებობა ინდულგენცია არ არის და პასუხისმგებლობის სიმძიმე ყველაზე თანაბრად ნაწილდება. სამართლიანი სასამართლოს სიკეთეებზე კიდევ ბევრის თქმა შეგვიძლია, თუმცა სხვა დროს და სხვა ვითარებაში. ახლა ისევ ამერიკის მართლმსაჯულების სისტემას უნდა დაუბრუნდეთ და შედეგის დოკუმენტებით გამყარებული საფუძველი მიმოვიხილოთ. ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება ორ სხვადასხვა სარჩელს ეფუძნება. ერთ-ერთი მათგანი 12 შტატის მთავრობისგან შემდგარმა კოალიციამ 24 აპრილს შეიტანა, რომელსაც ორეგონის გენერალური პროკურორი დენ რეიფილდი ხელმძღვანელობდა. ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილებას როგორც მცირე ბიზნესის, ისე ყველა რიგითი ამერიკელის უდიდესი გამარჯვება უწოდა. პრეზიდენტ ტრამპის ტარიფები იყო უკანონო, უპასუხისმგებლო და ეკონომიკურად დამაზიანებელი. მათ გამოიწვიეს საპასუხო ზომები ფასების ზრდა პირველადი დანიშნულების პროდუქტებზე და უსამართლო ტვირთი დააკისრეს ამერიკულ ოჯახებსა და მწარმოებლებს. ეს სარჩელი იმიტომ შევიტანეთ, რომ კონსტიტუცია არ აძლევს არც ერთ პრეზიდენტს უფლებას საკუთარი შეხედულებით თავდაყირა დააყენოს ეკონომიკა. ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ კანონები მართლაც მნიშვნელოვანია და ვაჭრობის შესახებ გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად ვერ მიიღება. ერთპიროვნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიღებული კიდევ ერთი სარჩელი იურიდიულ ფირმა Liberty Justice Centers ეკუთვნის. კომპანიამ საჩივარი 5 მცირე ბიზნესის სახელით შეიტანა, რომლებმაც ტარიფების დამანგრევალ შედეგებთან ბრძოლის სამართლებრივი გზა აირჩიეს. ამ საქმეების განხილვისას კომპანიაში განმარტავენ, რომ თითოეული მათგანი ნათლად აჩვენებს შეუზღუდავი აღმასრულებელი ძალაუფლების როგორც ადამიანურ, ისე ეკონომიკურ ფასს. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტი კანონების ფარგლებში უნდა მოქმედებდეს და ამავდროულად იცავდეს ამერიკულ ბიზნესსა და მომხმარებლებს. ძალიან მიხარია, რომ სასამართლო წინ აღუდგა პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების უზურპაციის მცდელობას. მას არ აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება ტარიფების დაწესებისთვის. ეს ცალსახად არაკონსტიტუციურია. ტრამპის კონსტიტუციის ჩარჩოებში დასაბრუნებლად სასამართლოს Liberty Justice Centers შუამავლობით ღვინის იმპორტიორმა კომპანიამ VOS Selection-მა მიმართა. სარჩელში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ტარიფებმა 40 წლიანი ისტორიის მქონე ბიზნესი შესაძლოა გაკოტრებამდე მიიყვანოს. კომპანიამ ასევე რიცხვებით გამყარებული შედეგები მოიშველია, რათა ბრუნვის დაღმავალი დინამიკა ცხადად ეჩვენებინა. კიდევ ერთი მცირე ბიზნესი, რომელსაც იურიდიული ფირმა წარმოადგენდა, Fish USA-ია. პენსილვანიაში დაფუძნებული სათევზაო აღჭურვილობის სავითუმო და საცალო მოვაჭრე კომპანია, რომელმაც აღნიშნა, რომ აზიური ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებმა მათი ბიზნესის ზრდა შეაფერხა და გლობალური ბაზრის მოთამაშეებისთვის სათანადო კონკურენციის გაწევა შეუძლებელი გახადა. ტრამპის წინააღმდეგ ბიზნესების ერთობლივ სარჩელს Microkids-იც უერთდება. ელექტრომოწყობილობების რეალიზატორი, რომელიც ტარიფებს სასიკვდილო განაჩენს უწოდებს და მათგან მომდინარე საფრთხეს ბიზნეს გეგმების შესრულების წინაღობა დასახელებს. ერთი სარჩელის ირგვლივ გაერთიანებულ 5 მცირე ბიზნეს შორის ასევე პოზიციონირებს ველოსიპედების რეალიზატორი კომპანია TerraCycling და მილების მწარმოებელი Genova Pipe. ორივე კომპანიის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ტარიფების ავსებით დაუსაბუთებელი და ამავე დროს სრულად მოწყვეტილია ამერიკის ეკონომიკური რეალობისგან. არც იმის თქმას ერიდებიან, რომ ისინი მათ კონკურენტ უნარიანობას საგრძნობლად ასუსტებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესების სარჩელი პირველ ინსტანციაში დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილებაც მყისიერად გამოცხადდა, საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა დარჩა გასავლელი. გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის ტარიფების აკრძალვა ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა. საქმე ეხება იმპორტზე დაწესებულ იმ გადასახადებს, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების საფუძველზე დააწესა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქმის განხილვის დასრულებამდე ტარიფები ძალაშია. მხარეებმა სასამართლოს წერილობითი არგუმენტები ივნისის დასაწყისამდე უნდა წარუდგინონ. როგორც მოსალოდნელია, ტარიფების უკანონობის შესახებ საბოლოო ვერდიქტის გამოტანა ამერიკის უზენაეს სასამართლოს მოუწევს და სწორედ მესამე ინსტანცია გადაწყვეტს, დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი გლობალურ ეკონომიკაში.